ესე იგი განწყობა და ემოციები. ეხლა უკვე ეს პრაქტიკულად რო გამოგივიდეთ უკვე დღესვე, ხვალვე რო გახვიდეთ ქუჩაში და უკვე აი რო არ მოგიწიოთ თქვენ ახევარი რაღაც სწავლა და რაღაცა, ხვალვე გახვიდეთ ქუჩაში და განწყობა თქვენი შინაგანი მდგომარეობა, ხო? ანუ და ვინ იტყვის რა არის ემოციები? ემოცია. ჩვენ დამოკიდებულება, ოკეი? რაღაც ფაქტისმიერ გამოწვეული ნობა. აჰა, ძალიან კარგი. ხო, ანუ ემოციები არის ხო, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პასუხი რაღაცაზე, გაღიზიანებაზე და შემდეგ, ხო, ესეთ რაღაცებზე, პლუს განწყობა, ხო, ანუ ხასიათი, ადამიანის სულიერი მდგომარეობა, როგორ გრძნობს თავს. პატარა ბავშვი წაართვეს. ისა აკვირა, ვაპატკა, ნიჩაბი რო წაართვეს ქუჩაში, ვიცით რაც მოხდება, ხო? ანუ ემოცია, პასუხი, კივილი, ტირილი და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ეს პასუხი არის ესე. თუ ბევრი ნიჩაბი წაართვეს ადამიანს, მაშინ მისი მდგომარეობა ესეთი იქნება. ჩვენ ეკითხები როგორ ახან? კარგად ვიყავით. აფხაზეთში. ანუ თუ ბევრი რაღაც წაართვეს ადამიანს ესეთი ემოცია აქვს. ანუ ემოციები არის სხვადასხვანაირი და მაშინ ერთი კითხვა მექნება თქვენთან, რატო არის ისე რომ ზოგჯერ ვიცით ბევრი ემოცია, აი ეს ბრაზობს, ეს შიშობს ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა გვიჭირს ხოლმე ადამიანის ამოცნობა. 2 წუთში როგორ მივხვდეთ ვინაა სანდო? აი როგორ მივხვდეთ 2 წუთში? მომენტალურად უნდა შეიცვალო ესე. ვერ მივხვდეთ? ხო. თული არის, მართალია. როგორ მივხვდეთ 2 წუთში ვინაა სანდო? სინამდვილეში ეს ამაზე პასუხი არის ერთადერთ რაღაცაში. ეს არის ესეთი სკალა. ანუ თუ თქვენ დახატავთ ესეთ სკალას, ხო? სკალა არის დანაყოფები. თუ თქვენ დახატავთ ესეთ სკალას, მაშინ გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა. მაშინ თქვენ შეძლებთ მალე მივხვდეთ ვინაა სანდო, ვინ არ არის. იმიტომ შეიძლება ადამიანმა გაგვიღიმა რაღაც ლექსები დაგვიწერა, კარგი რაღაცები გვითხრა, მაგრამ მოგვატყუა. ან ვენ სხვა ადამიანი მოხუშული იყო, რაღაცა ისე სულ ცხვირში საუბრობდა, თითქმის არ ვენდეთ, კაი ცოტათი ვენდეთ, ისეთი კარგი რაღაცები გაგვიკეთა. ანუ შეიძლება ემოცია იყოს მუდმივი, შეიძლება დროებითი და თუ თქვენ დაალაგებთ ესეთ სკალაზე, მაშინ ადვილი ხდება ადამიანების ამოცნობა, მათთან ურთიერთობა. და როგორ რა არის სკალა ახლა? სკალა არის ესეთი დანაყოფები. მაგალითად, რომელ ხელსაწყოს აქვს სკალა? თერმომეტრს, წნევის საზომს. სწორია. თერმომეტრს, წნევის საზომს, სპიდომეტრს, სახაზავს. აქვს სკალა. ზრდადობით ან კლებადობით. აქ გვექნება ზღვარი. აი აქ. აქ იქნება პლუსები, აქ იქნება მინუსები. ანუ არის პლუს ემოციები, არის მინუს ემოციები. ესე იგი, თუ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს წარმატება ცხოვრებაში, გადალახა, ერთი ბიზნესი ააწყო, მეორე ბიზნესი ააწყო, ერთი ოჯახი ააწყო, მეორე ოჯახი არ ააწყო. ანუ და მიდის ესე იგი ის მაღლა იქნება. თუ ადამიანმა დაკარგა ერთი ვთქვათ ბიზნესი, მეორე ბიზნესი, კიდევ რაღაცა ცუდი მოხდა ვის ცხოვრებაში, მაშინ შეიძლება ქვემოთ დაფიქსირდეს. ამიტომ ამ სკალაზე ჩვენ გვექნება აი აქ 0.0, აქ გვექნება 4.0. აი ესეთი ციფრები. და აი ეს ციფრები იქნება ემოციის მაჩვენებელი. მისი განწყობა, მისი პასუხი ცხოვრებისადმი. რამდენად აქვს ენერგია თუ არა? ანუ შეუძლია თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა, რამდენად შინაგანად როგორ გრძნობს თავს თვითონ. და უმაღლესიდან წამოვალთ ქვემოთ, ეხლა 0.0-ისკენ. ერთ-ერთი მაღალი ეს არის ენთუზიაზმი. ენთუზიაზმი ეს არის ვაუ.
ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არის ანუ აღფრთოვანება აღმაფრენა საქმეში. დილით რო იღვიძებს 7 საათზე ადამიანი და ფეხზე არის წერს რაღაცეებს, მაგალითად ბავშვთა ექიმი. და უკვე 8 საათიდან პაციენტები გვაქვს. სოფლის ექიმი. არის ენთუზიაზმში. აჰა. ანუ ქალაქის ექიმი ესეთი არის. და აქ ფული მოიტანეთ. და აქ რიგში ჩადექით. ქალაქის ექიმი ცოტა ქვემოთ არის სადღაც, ხო? ანუ ეს ენთუზიაზმი არის ესეთი საქმე, სადაც ფულის აღებაზეც კი არ ფიქრობ. სულ მოძრაობ, მოქმედებ. აი, თასი როა იყო ფეხბურთელმა. ოკეი, 1 ქვემოთ 3.5. ეს არის სიხარული. გქონია სიხარული? ოკეი. ნობ სიხარულს ცოტა ეხლა არ გზნობ. აბა პატარა ვარჯიში გავაკეთოთ, აბა ცოტათი აბა შემოუშვით თქვენს შიგნით სიხარული. აი გაიხსენეთ რაღაც მომენტი სიხარული რო გქონდათ. რაღაცას მიაღწიეთ. 5 კვირა პროექტზე მუშაობდით, ან ოლიმპიადაში ან სადღაც და გაიმარჯვეთ, პირველი ადგილი მოგცეს. ოკეი, შემდეგი არის ძლიერი ინტერესი. 3 და 3. ძლიერი ინტერესი. გქონიათ ძლიერი ინტერესი, ხო? მთელი შენი ყურადღება როცა ერთ რაღაცაზე არის. არის ძლიერი ინტერესი. აი გქონიათ ესეთი რაღაც, რომ მთელი ღამე წიგნს კითხულობთ. ან მაგალითად ძლიერ ინტერესში ყოფი ადამიანი სულ კითხვებს სვამს და სულ სწორ კითხვებს სვამს. შენ აი ბიზნესი გაქვს რაღაცა, პროექტი გაქვს, ბიზნეს პროექტი, მარკერების. გეუბნება. და აქ ეს მარკერები, так, აი ესე რომ შემოვატრიალოთ, так, ესეთი თავი რომ შეუცვალოთ, უფრო ხوار გასახდება. სწორ კითხვებს სვამს. აქ მყოფი ადამიანი სხვა კითხვებს დასვამს. მაგალითად ამ მარკერებით ბიუსგალტერების გაყიდვა თუ შეიძლება. რაღაც უცნაური კითხვა. ანუ უცნაური კითხვები თუ აქვს ადამიანს ძალიან და რაღაც ცოტა არ მოგწონთ, შინაგანად ძაბავთ, ხო? ეს სადღაც აქ არის. მაგალითს მოგიყვანთ ახლა, მაგალითად 0.5 არის დარდი. და დარჩი მყოფი ადამიანი როგორია? ხედავს ყველაფერს გარშემო? არა, ის მარტო ფიქრობს თავის დარდზე, თავის დანაკარგზე. და ეს არის კანონი, ცხოვრებისეული, ეს არ არის რაღაც გამოგონება. ეს არის აი რაც ცხოვრებაში გამოგადგება თქვენ. აი როგორც მარკერს გაუშვებთ ხელს და რომელი კანონით ჩამოვარდება? ნიუტონის. აჰა, როდესაც ცივდება ჩიტები ფინავე. რომელი კანონი არის ეს? ბუნების კანონი, ჩიტების გადაფრენის კანონი. ხო? ოკეი. ახალი კანონი გამოვა. ოკეი, მაგრამ ესე არის. всё. თუ ქმარი ღალატობს ბევრჯერ ცოლს, ცოლით წავა, ხო? აი ესეც კანონი გამოდის. ცხოვრებისეული კანონი, ხო ესე? ჩვენ საქმე გვაქვს ცხოვრებისეულ კანონებთან. და აი ეს ცხოვრებისეული კანონი არის და ეს მუშაობს ყველგან, იაპონიაში, საქართველოში, სინგაპურში, დაღესტანში, ნებისმიერ ადგილას იგივეა ეს. და ეხლა როგორ მუშაობს ეს კანონი? ძლიერ ინტერესში ბიჭი მაგალითად რომ მოყვანო. კითხულობს წიგნს ესე. არა, ფილმს უყურებს. ფილმს უყურებს ესე. საათნახევარი უკვე უყურებს ფილმს, ძალიან აინტერესებს, ძლიერ ინტერესში არის ეს ბავშვი. და შემოდის დარჩი მყოფი დედა. და დარჩი მყოფი დედა, იაპონელიც და ქართველიც ყველა ერთნაირია. შვილო. ადექი ჭამი საჭმელი. შვილო, როგორი გამხდარი ხარ? ჭამე საჭმელი. ანუ დედა არის დარჩი. რას ეთქვის ეს ბავშვი? თავი დავანებდით, საჭმელი არ მინდა. ანუ
ძლიერ ინტერესში ყველა ერთნაირად იქცევა, როცა ეს მისი ემოცია არის. დარჩიც ყველა ერთნაირად იქცევა, როცა მისი ემოცია არის. სულ წუწუნებს, როებნები, რა კარგი არის ზაფხული რომ მოვიდა, დარჩი მყოფ ადამიანს. არა, ცხელა, რა ცუდია. მერე უბნები, უი, ზამთარია ცივა, არა, გავისვენით ზამთარში. ოკეი, ანუ დარჩი მყოფი ადამიანები ესეთები არიან. ჩამოვიდეთ ქვემოთ, ეხლა შევდივართ საშუალო ემოციებში. თუ იგრძელით, რომ აქ არის სიხარულში, ენთუზიაზმში და ძლიერ ინტერესში არის იგრძელით ენერგია. არის ენერგია. აჰა. ანუ როდესაც ადამიანი ენთუზიაზმში არის, ესეთი თასია იყო და მიდის სახლში და ამბობს და ცოლს ეუბნება. მოდი ეხლა ეს თასი დავყიდოთ და ვიყიდოთ დასალევი. გამოდის ენთუზიაზმში? არა. ანუ ენთუზიაზმში მყოფ ადამიანს უნდა აი ეს არის ბრუნვა. ურეთ? ანუ ენთუზიაზმში მყოფ ადამიანს თასი უაიღო უნდა ისევ ძლიერ ინტერესში ფეხბურთის თამაში. რომ როცა გაიტანს გოლს, რომელში იქნება? სიხარულში აღმოჩნდეს და ისევ აიღოს თასში, ისევ ენთუზიაზმში იყოს. აი ეს არის ესეთი ბრუნვა, ეს არის საიდუმლო წარმატების. თუ აი აქ ხართ თქვენ ხართ ყოველთვის წარმატებული. აქ გაქვთ ბევრი ენერგია და მიდიხართ წარმატებისკენ. ეხლა შევდივართ საშუალოში. საშუალოში უკვე ნაკლები ენერგია იქნება. და აქ სწორად დაჯექით ეხლა. ნუ იგიმებით, ეხლა ჩვენ დავიწყებთ საუბარს, ლექციას ჩავატარებთ. ეს არის დაახლოებით საშუალოში ყოფი ადამიანის ლექცია. და ეს არის 3.0 კონსერვატიზმი. რას ნიშნავს კონსერვატიზმი? როცა ადამიანი არ დაახლოებით პედანტ ადამიანს. ხო, პედანტ ადამიანს, ხო, რომელიც იცავს ძველს და ახალს აღარ იღებს. საკეთებს ისე როგორც ეს ძველი რაღაც. ხო. ანუ დააგროვა ბევრი რაღაცა და აღარ უნდა ახალი. აი მაგალითად, გპ-ში ვატარებთ ხოლმე ლექციებს. 70 წლებში შექმნა კათედრა ადამიანმა და ეხლაც იგივე კათედრა აქვს და იგივე თანამშრომელები ყავს. ეს რო გინახავთ. და ანუ რო ეუბნები, ახალი კომპიუტერები შემოვიტანოთ უნდა. რა გინდათ? არა. არ გჭირდება კომპიუტერები. ანუ კონსერვატიზმში ყოფი ადამიანი დააგროვა რაღაცა ცხოვრებაში და ანუ всё, იმას ებღაუჭება. სიახლეები აღარ. ხო, აღარ უნდა სიახლეები. თუ წარმოიდგინეთ, რომ დააგროვა ადამიანმა 7 შვილი დააგროვა და 20 შვილი. ხო? ბებიამ დააგროვა. რამდენი წელი? წარმოიდგინეთ, თქვენ მიდიხართ მასთან და ეუბნებით. იცით, მე სუპერ მედიტაციური მეთოდები მაქვს და თქვენ შვილიშვილებს და თქვენ მოდით ჩაგიტარებთ. ჩაგატარებინებთ? არა. ის იცავს იმ შვილიშვილებს, ის აღარაფერი სიახლე არ უნდა. მას. ეს არის კონსერვატიზმის მდგომარეობაში. მაგრამ კონსერვატიზმი რატო არის პლუსში თქვენი აზრით? თუ მაინც დაგროველი აქვს რაღაც გამოცდილება, რაღაც ცოდნა და დადებითი მაინც უდევს ესეთი შეაბახის მიღება არ უნდა, მაგრამ ძველი ხო აქვს. ხო. შეძების პროცესია. ხო, ანუ კონსერვატიზმში მყოფი ადამიანს აქვს ესე რომ ვთქვათ, დაგროვებული როცა აქვს ეს ყველაფერი ბევრი ნაფიქალი აქვს და აზროვნებს ძალიან. ანუ შენ რომ მიდიხარ ახალი პროექტით და აქ იცავს ეს მერიაში დაამოწმეთ, კანონებს იცავს, ანუ პირდაპირ ინტელექტუალი არის, აზროვნებს, მაგრამ უბრალოდ სიახლეები არ უნდა. ამიტომ პლუსი არის ეს. შემდეგი 2.5 და ბოლო ემოცია პლუსებში ნელ-ნელა იკლებს ეხლა უკვე და ამას ქვია მოწყენილობა. რას ნიშნავს ეხლა მოწყენილობა? მოწყენილობა ეს არის, როდესაც არ აინტერესებს ადამიანს რაღაცა. უკვე. ანუ ესე რომ ვთქვათ, დააგროვა რაღაცა, გააკეთა რაღაცა და უკვე აღარ აინტერესებს. სახლში ზის ესეთი? აი ბუსმა დაიწყინა.
თქვენ მიდიხართ ესეთი წამო ფეხბურთი ვითამაშოთ. ხოი. წამო ვითამაშოთ. ანუ თუ ააყენებ ადგება, თუ ფეხს გამოუშლი, წაიქცევა. შეიძლება თქვენს ყოფილიყავთ მოწყენილი, რომ აღარ გაინტერესებთ არაფერი. ესეთი ხართ. მოწყენილობაში მყოფი ადამიანი არ უნდა აგვერიოს დარჩი მყოფ ადამიანს. ანუ დარჩი მყოფი ადამიანი არის, რომელმაც დაკარგა რაღაცა. ანუ ესეთია. აი ჩემი პირველი ბიზნესი დავკარგე. ეს არის დარგი, ხო? მოწყენილობაში ესეთი არ არის. მოწყენილობაში არის ესეთი. ჩემი პირველი უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი მეორე უნივერსიტეტი დავამთავრე. ო, ვეძებ სამსახურს, არ ვიცი ვეძებ თუ არა. მე მგონი არ ვეძებ. ეგეთი ვიდეო არის. დაახლოებით ესეთი. ანუ მოწყენილი ადამიანი არის ესეთი, რომ შენ ესაუბრები და აი, მაგრამ არის პლუსში. რატომ? აზროვნებს ეს ადამიანი. ხო, აქ არის ერთი მომენტი კიდევ. აი ეს ემოციები არსებობს სამი კატეგორიით. პირველი ეს არის მუდმივი, მეორე ეს არის დროებითი. ეს ემოციები არ არის. გრძნობებია. მუდმივი ხო გრძნობებია. დროებითი ხო ემოციები. ნუ ხო, შეიძლება ითქვას ეგრე, მაგრამ ანუ აი თუ გადავიყვანთ აგრეთვე ზოგადში, ხო? შეგიძლია თქვა ესე, რომ უყურეთ, მუდმივად ყოფის ადამიანი სიხარულში არ არსებობს, ხო? მაგრამ მუდმივი ნიშნავს უმეტეს დროს რაშიც ატარებს ადამიანი. ანუ, როდესაც გაიხსენეთ თქვენ იქ ერთი რაღაც ჩააბარეთ, მეორე პროექტი დახურეთ, მესამე ისა, მუდმივი სიხარული გქონდათ. მუდმივი ნიშნავს, რომ აი მთელი დღის განმავლობაში 80% გიხაროდათ. ნუ 20% იყო რაღაც ტელევიზორი ჩართეთ და იქ წარღვნა უკრაინაში, აღარ გიხარიათ, ხო, ანუ, მაგრამ შინაგანად მაინც თქვენ აი ეს გამოძრავებთ სიხარული. როცა ესეთ ადამიანს ელაპარაკება ვიღაცა, უსმენს ის ადეკვატური არის. მუდმივად ადეკვატური ხართ. მუდმივად, ანუ კარგ და შემოქმედებითი აზრები მოგდით მუდმივად. როდესაც აი აქ ხართ. თუ ცოტა საშუალოში არის და მუდმივად მოწყენილი არის ადამიანი, ნაკლებად მოდის შემოქმედებითი აზრები, თუ ვინმე რაღაცას ეთქვის, ოკეი? წამოვიდეთ კლუბში. ხო უნდა ავდგებთ. ეს არის მოწყენილობაში ყოფი ადამიანი. ხო. რატომ არის პლუსში კიდევ? კარგი მეგობარია თქვენი მოწყენილობაში ყოფი ადამიანი. ნუ არა, უფრო იცი როგორ არის? მანდაც აზროვნებს. და ესეთი არის რა, კეთილივით არის რა თითქოს რა, ანუ აი იცი როგორ შეგეუბნები აი Windows-ი მაგა დასაყენებელი. ხო, და აი ხო, აი არ არის შენი მოწინააღმდეგე რა, ანუ ესე გეუბნება. რადგინდა ეს Windows-ი გადააგდე. კომპიუტერი რადგინდა. აი გადაგიყენე. მოდი. და გადაგიყენებს ამ Windows-ს. მიხდი, ანუ ესე გაგიკეთებს და ანუ ოღონდ ნელა და რაღაცნაირად ესე აი 50% კარგი იქნება, 50% იმდენად არა. აქ უკვე როგორც ხედავთ, ნახევრად ადამიანი აქვს ძალა და მიდის ზემოთ. მინუსებში ვინც არის, ის მიდის ქვემოთ. ზემოთ ჩვენ არც ვთქვით არის ბედნიერება, ხო? ქვემოთ ვინც იყო არ თქვას, რა არის ქვემოთ, რა შეიძლება იყოს 0.0? დეპრესია, აპათია, სიკვდილი. სულიერი თუ ფიზიკური? ფიზიკური. სინამდვილეშია ეს არის 1950 წელს ამ ხაბარდმა აღმოაჩინა ეს სკალა. სინამდვილეში სულიერი სიკვდილიც არსებობს, ამაზე უფრო ქვემოთ არის ეს სკალა, მე თუ დაგაინტერესებთ, მე მოგცემთ, ანუ სულიერ სიკვდილთან დაკავშირებით. ესე იგი, თუ ვერ გამოიცანით სიკვდილი არ აუშავს. რა, ესე იგი, გამოდის რომ თუ ვერ გამოიცანით სიკვდილი არ აუშავს. ჩვენგან შორს არის, ხო? სიკვდილი. ეხლა ყურადღებით იყავი, ეხლა შევდივართ მინუსების ზონაში. და აი ამის წოდნა არის თავარი ეხლა. მინუსების ზონა თუ გეწოდინებათ, თქვენ გეწოდინებათ ვინ არის სანდო, ვინ არა, ვის ვენდოთ, რომელ კომპანიაში ვიყოთ და ასე შემდეგ. და ეს არის ანტაგონიზმი. შემდეგი ემოცია.
ანტაგონიზმი ეს არის ყველაფერზე წინააღმდეგობა. თქვენ ეუბნებით